მეგობრებო, ერთი სიტყვით, ჩემო მეგობრებო, მე მინდა გაჩვენოთ ჩემი შედეგები. ამ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია, სხვათა შორის 3 ოპერაცია და საზღვარგარეთ მიდიოდა კიდევ. მაგრამ ჩემმა ლამამ ერთ თვეში ყველაფერი მოუგვარა. ქუსლის, არის განგრენაო, მოჭრას უპირებდნენ, ჩემმა მალამომ ყველაფერი მოაგვარა. ეს ახლა შევსებულია, მეგობრებო, არ გეგონოთ ეს ბოლომდე არაა შევსებული, უბრალოდ მალამო გამაგზავნია, მერე დამბლოკა და დავრჩი ახალი შედეგის გამოსამათ რა, ცარიელი, მაგრამ ღმერთმა მაინც მოიყვანა ჩემამდე და სხვა მხარისგან მერე მაინც ვნახე, რომ აქ შედეგი და ამოვსებულია უკვე და ყველაფერი კარგადაა. ჩხილის სოკოსთვის რაც გაინტერესებთ, აგერ მეგობრებო. ყველანაირი ტერფის სოკო, რაც აიქერცლება, ყველაფერს ფსორიას უძახიან და ეს ფსორიაზი არ არის, მე იმ წუთში ვთქვი და აქაც მორჩა. რაც შეეხება, ეს არ მინდა უკვე, ეს არის წყლოვანი დაავადება, მადლობა ამის მომლელსაც, ვინც მოუარა და ასეთი კარგი შედეგი დავდეთ მეგობრებო. კი დაჭირდა წამალი ბევრი, 70 პორციამდე ჭირდება ასეთ პაციენტებს წამალი, მაგრამ შედეგი გვაქვს შესანიშნავი. ეს ფეხები მეგობრებო, ამ ფეხს რო წამალი მოარჩეს, იმ წამალს რა უნდა დაუდგეს წინ? არც არაფერი, ჩემო მეგობრებო. არც არაფერი არ დაუდგება წინ. ახლა მე ცოტა რთული პაციენტები მინდა რომ განახოთ. რაც შეეხება ამას, ეს არის კუდუსუნის თმების ჩაბრუნება ქონდა და ჩაულპა ყველაფერი და მერე უკვე ასე არის. მე ახლა ცოტა იმათ ლაპარაკობ, ჩემებურად, გლეხურად, მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თქვენ ტვინში რა მაქვს, იმას მიაქციეთ ყურადღება. ზოგიერთები რომ მას რა დაიწყებენ. ამას რომ მოარჩენს. ამ 16 კვირა მოუნდით, მაგრამ სასწაულია, ეს არის ბერძენი ადამიანი, რომელიც მეუბნება, ჩემი ტელეფონის ნომერი, ვინც ბერძნული იცის, მიეციო. ეს წითელი ქარი იყო და გართულებული. დიაბეტიანებს ურთულდებათ საერთოდ ასეთი ფეხები აქვს, მეგობრებო, უფრო დიაბეტიანებს. შეხედეთ, დამცინით. ზელიონკა გიწვავთ, გინადგურებთ, გეუბნებით, არ გესმით. შეხედეთ შედეგი მერე. ზელიონკა კარგად არ იბანება, თუ კარგად არ ჩამოიბანეთ წინა წასმული წამალი, ვერაფერს ვერ იზამთ მეგობრებო. ტერფის სოკო მეგობრებო, ფსორიაზის სახელით მკურნალობდნენ და შეხედე სოკო და მე მოვარჩინე და აგერა მისი პატრონის მოწერილიც. არასდროს არ გადაიკრათ. დამწვარი ადგილი, ჩემო მეგობრებო, ეს პატარა კაცი დაიწვა და ასე იყო გადაკრული საავადმყოფოში. მერე ძალით გამოიყვანა პატრონმა ხელწერის საფუძველზე, ბებია მენდო და 11 დღეში ჩავაბარი ესეთი შედეგი. სასწრაფოდ არასდროს არ გადაიკრათ, მეგობრებო, გინადგურებთ ყველაფერს. ადამიანი ხტილები არ ქონდა, მოყრილი ქონდა, თელი ფეხები, ორივე ფეხები. კი მართალია 8 თვე მოუნდით ამ ადამიანის მკურნალობას, წამალის ბევრი დაგჭირდა, მაგრამ შედეგიც კარგი გვაქვს. კარგი არის უკვე. ეს არის დიაბეტიანი ქალბატონი კიდე. დიაბეტიანები რთული პაციენტებია, ვენური პრობლემა ვინცაც აქვს, რთული პაციენტია მეგობრებო. ეხლა მიახანეთ ყველასი სურათები არ მაქვს და ვერ მოვასწრებ, რა თქმა უნდა, რომ ჩავწერო ყველაფერი, მაგრამ რაც მაქვს, ყველაფერში 100%-იანი შედეგები მაქვს მეგობრებო. ბატონო. ყველაფერში 100%-იანი. ზელიონკის ხმარებას მოერიდეთ, რადგან ზელიონკა კარგად არ იბანება. დღეს შერჩა ზეთ ხვალ შეჩა და მერე ხეთქავს ეს ყველაფერს და ანადგურებს. გინდა ზელიონკა იყოს და გინდა ის რა ქვია მაგას რაღაცა იყოს რო უსმევენ. ასეთი სასწავლებია ჩემთან მეგობრებო, მადლობა ღმერთს ამისთვის რომ არსებობს და მადლობა მეც, იმიტომ რომ ეს არავის არ უსწავლებია, ჩემი გამოცდილება, ჩემი ყველაფერი დევს აქ. ყველანაირი გამონაყარი, ნებისმიერი გამონაყარი მეგობრებო, ტანზე, ქავილი, ბღერიო, რა ვიცი, ყველაფერი რაღაცას უძახიან, მალამუები მაქვს 100%-იანი შედეგები აქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, მე 50 გრამით მალამოთი ახლა მთელ ტანზე რო ეკავებათ და მთელი ტანის რო აქვს განადგურებული, არა, მალამოს სჭირდება. მალამო აუცილებლად ჭირდება ნორმალურად. იოლად ახლა 1 დღეში და 2 დღეში ვერავინ ვერ რჩება. დიაბეტიანებს ჭირდება 8 თვე, ვისაც სისხლის მიმოქცევა არ აქვს, იმასაც კიდე იგივე, ეგენი არიან ორივე რთული პაციენტები, მაგრამ შედეგი მაქვს საუკეთესო. დადებით, არ მადები ჩემ შედეგებს მეგობრებო, მიბლოკავენ გვერდს
და ამიტომ გადავწყვიტი 100. ახლა რაღაცას წინასწარ ჩავწერ კიდე იქეთ წინ და იმასაც ჩაუტნევ და ეს ეგება